და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ორმხრივ ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დიახ ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს რომელიც ეხება ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ორმხრივ ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭეს მოგეხსენებათ ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან რომ მთლიანობაში როცა ჩვენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე ვსაუბრობთ აქ ჩვენს ეთერში ბიზნეს ინსაიდერში პირველ რიგში სწორედ მინდა აღვნიშნო რომ მაესტროზე ბიზნეს ინსაიდერის გახსნით გადაცემაში სწორედ ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ასევე ცლად ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით ხო ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში და აი ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ ამ ინფორმაციას ასევე რამდენჯერაც ჩვენ აქ ამ ეთერში ვილაპარაკეთ ჩვენ სტუმრებთან ერთად მათ შორის კერძო სექტორიდან და ნებისმიერ საუბარი რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკას ან ზოგადად ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ვერც ერთხელ ვერ აუარეთ და ლოგიკურად ვერ აუარეთ გორდი წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობის თემას და დღესაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფნის ნაწილზე მთლიანობაში და შუა დერეფნთან დაკავშირებულ საკითხებზე ზოგადად მუდმივად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის ერთ-ერთი თუ არა განსაკუთრებულად გადამწყვეტი პროექტი. ბევრ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები რომ არის ისეთივე ან უფრო აღმატებული მნიშვნელობის, ვიდრე მაგალითად ეს არის ისეთი ფლაგმანი პროექტი როგორც არის ბაქო-თბილისი, ჯეიხანის ნავთობსადენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ის რომ საქართველოს და ქართული პროექტი ამ დონეზე და ამ ვითარებაში ავიდა და მართლაც მომავალში შეასრულებს კიდევ უფრო მეტად გადამწყვეტ როლს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებულად ხაზგასასმელი ნაწილია. თუმცა ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ჯობს მოვისმინოთ ამ საკითხშიც თავარი პერსონის შეფასება, მინდა ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის შეფასებას მოვისმინოთ ამ ნაწილზე. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ ამასთანავე ის გააძლიერებს ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებას და ენერგო დამოუკიდებლობას. ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს. სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვის.